შვეიცარიის ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების სისტემის განხილვისას ნათლად ჩანს, რომ მისი წარმატება ერთ კონკრეტულ რეფორმას ან მექანიზმს არ ეფუძნება. ეს არის მრავალწლიანი განვითარების შედეგი, სადაც თანაბრად მნიშვნელოვანი გახდა სახელმწიფო პასუხისმგებლობა, საყოველთაო ხელმისაწვდომობა სამედიცინო დახმარებაზე, პროფესიული ეთიკა, განათლების მაღალი სტანდარტი, მოქალაქის აქტიური ჩართულობა და პასუხისმგებლობა. შვეიცარიის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ძლიერი ჯანდაცვის სისტემა იწყება ძლიერი განათლებით. ექიმი და ზოგადად სამედიცინო პერსონალი, რომელიც კარგად არის მომზადებული, დაცულია პროფესიულად და მუდმივად ვითარდება, სისტემის მთავარი საყრდენია. ამავე დროს პაციენტი აქ არ არის მხოლოდ მომსახურების მიმღები. ის არის ინფორმირებული მონაწილე, რომელსაც აქვს არჩევანის და გადაწყვეტილების უფლება. ამ მოდელის ძირითადი პრინციპები ხარისხი, გამჭვირვალობა განათლებაზე, ორიენტირება და ადამიანზე ზრუნვა უნივერსალურია. სწორედ ამ პრინციპებშია შვეიცარიის ჯანდაცვის სისტემის მთავარი ძალა და მაგალითი დღეს. როცა ჯანმრთელობა სულ უფრო მეტად იქცევა გლობალურ გამოწვევად, შვეიცარიის გამოცდილება გვახსენებს ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას. ძლიერი ჯანდაცვა არ არის ხარჯი. ეს არის ინვესტიცია ადამიანში, მომავალში და საზოგადოების მდგრად განვითარებაში.